როგორც ვიცი, ახალი თეატრი იწყებს ფუნქციონირებას და როდის დაიწყებს და როგორ გაჩნდა საერთოდ ამ თეატრის გაკეთების იდეა? მოგესალმებით, გსურს გაცნობოთ ჩვენი თეატრის დაარსების შესახებ. ეს თეატრი არ იქნება სტანდარტული ფორმის, როგორც მიღებულია საქართველოში, როდესაც თეატრს გააჩნია საკუთარი სცენა, საკუთარი შენობა და მაყურებელმა იცის, სად მივიდეს და სად ნახოს წარმოდგენები. ჩვენი თეატრი არასტაციონარული, ანუ მოძრავი თეატრი, რომელიც წარმოდგენებს გამართავს ქვეყნის სხვადასხვა სცენებზე, ასევე საზღვარგარეთ ფესტივალებზე. მინის თეატრი თავის დაიბადება 1 თებერვალს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, რადგან ჩვენ პროექტს, ასე ვთქვათ, ახალ თეატრს ხარი დაუჭირა პირველი რუსთაველის თეატრმა, ბატონმა ზალჩიკოვამ, რისთვისაც საჯაროდ ვუხდით მას დიდ მადლობას. მოგცა საშუალება სპექტაკლი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ნათამაშები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სცენაზე, შეგვეთავაზებინა ქართველი მაყურებლისთვის. 1 თებერვალს ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართება წარმოდგენა ტენესი უილიამსის მინის სამხეცე. ჩვენ ამ სპექტაკლით ვიყავით მოლდავეთში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, იქ იყო პრემიერა. ვიყავით ბელორუსიაში, მინსკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. ამჯერად უკვე წარსდგებით ქართველი მაყურებლის წინაშე. ჩვენი დასახელება თეატრის სახელწოდება მინის თეატრი მოდის სწორედ მინის სამხეციდან, ერთგვარად, იმიტომ რომ ეს არის მინის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი, არის სწორედ ის ჯგუფი, რომელიც შეიკრა მინის სამხეცეზე მუშაობისას. არ გვინდოდა დავშლილიყავით და დაგვიარსებინა თეატრი, ასეთი მოძრავი თეატრი. და გვინდოდა ეს სახელწოდებაშიც ასახულიყო მინის სამხეცის მინის თეატრად ქცევა. დასით უყავს თეატრს და ვინ არიან მსახიობები, რომლებიც ამ თეატრის დასში შევიდნენ? ძირითადი ბირთვი, როგორც გითხარით, არიან ის მსახიობები, რომლებიც დაკავებული არიან და თამაშობენ მინის სამხეცეში. ამის გარდა არის კიდევ რამდენიმე ქართველი მსახიობი, ლიტველი მსახიობი ერთი, რამდენიმე მოლდაվել და უკრაინელ მსახიობებთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომლებიც შემოუერთდებიან უკვე კონკრეტულ პროექტებზე ჩვენს თეატრს. უახლოესი გეგმა, რომელ ქვეყანაში გაქვთ დაგეგმილი, ვთქვათ, ვიზიტი და თამაში? საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დროში, რომელი იქნება, ეს უახლოეს მომავალში უკვე გაიოკვება. უახლოეს ეს ხანგრძლივი პროცედურა არის, ფესტივალებთან მიმოწერა, გარკვევა ამ დეტალების. იქნება როგორც ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, თეატრს ყავს მთავარი კონსულტანტი და მოლდაველი თეატრცოდნე ანჯელინა როშკა, რომელიც ასევე საკმაოდ ცნობილია საერთაშორისო თეატრალურ წრეებში და სწორედ მისი გვიწევს რეკომენდაციას რამდენიმე პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე, ლაპარაკია გერმანიაზეც, რუმინეთზე. უბრალოდ როდის დაზუსტება ეს დეტალები, ჯერჯერობით ეს პროცესშია. ქართველი კონსულტანტებიც არიან, ხო, როგორც? დიახ, ქართველი კონსულტანტები არიან ქალბატონ რუსუდან ფეტვიაშვილი. ქალბატონ რუსუდან ფეტვიაშვილს ეკუთვნის ჩვენი თეატრის ლოგო, რომელიც სპეციალურად შექმნა. ასევე ჩვენი კონსულტანტია მსახიობი ზურაბ ყიფშიძე და ვთვლი რომ ბატონი ზურას აზრი ჩემთვისაც და ნებისმიერი ახალგაზრდა მსახიობისთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენი კონსულტანტია აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი თეატრცოდნე, ქართული თეატრცოდნეობის მეტრი ნოდარ გურაბანიძე. ქართველი 3 კონსულტანტი, სულ 4 კონსულტანტი. დასავლეთში საერთოდ ეს არის მიღებული პრაქტიკა, რომ იქ სცენა აქვთ მხოლოდ, ესე საკუთარი სცენა
დიდ ნაციონალურ თეატრებს, დანარჩენი არის სათეატრო ნაგებობები, სათეატრო სივრცეები, სადაც იმართება სპექტაკლები და ამ სპექტაკლებს მართავენ სხვადასხვა დასი. თითოეულ ქალაქში თქვათ არის 10-11 სათეატრო ნაგებობა და დასი არის 200-მდე, რომლებიც რიგრიგობით მართავენ იქ წარმოდგენებს. ეს პრაქტიკა იყო მიღებული და არის მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. იქ თეატრი არ ნიშნავს შენობას. დასი ასე ვთქვათ, არ ნიშნავს შენობის ქონას. ჩვენთვის ახალი თეატრისთვის პირიქით მე ვფიქრობ, რომ შენობა ძიმე ჯვარიც კი არის, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც შენობა არის, ის უნდა მიაჩვიო მაყურებელს, გაუჩინო იქ სიარულის მოთხოვნილება, ამისთვის საჭიროა ყოველდღიური სპექტაკლები, ეს ყოველდღიური სპექტაკლები იწვევს ხარისხის ვარდნას, უნდა იყოს საკასო სპექტაკლები, რომ მიეზიდო მაყურებელი. მე ვფიქრობ, ეს ისეთი საზრუნავია, რომელიც ხელოვნებას პატარა თეატრის შემთხვევაში დიდად არ წაადგება. ჩვენი ორიენტირი არის უფრო იმაზეთ, რომ შევქმნათ მაღალმხატვრული პროდუქცია, რომელსაც წარუდგენთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, თბილისში მაყურებელს და გავიტანთ საზღვარგარეთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე. და აი რეპეტიციებს ძირთადად სად ჩაატარებთ? მინისამხეთის რეპეტიციები მიმდინარეობდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ამჯერად ჩვენ მოსაძიებელი გვაქვს სარეპეტიციო ფართი. და ვინ არიან თქვენი ასე ვთქვათ? კოლეგები. მედია ახალაძე, რომელიც ასახიერებს ამანდა უინგფილდს მინისამხეთში. ნათია ქარუმიძე, რომელიც ასახიერებს ლაურას მინისამხეთში. არის კიდევ რამდენიმე მსახიობი, რომელიც დაკავებული ასევე მინისამხეთში და არიან მსახიობები, რომლებიც არ არიან ჯერჯერობით დაკავებული ამ სპექტაკლში, მაგრამ იქნებიან შემდეგ რეპერტუარში დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი იქნება მთელი ტელესივრცისთვის და ქართული საზოგადოებისთვის შოუმენად ცნობილი ვახტანგ ბიჭიკაშვილი, რომელიც პროფესიონალი მსახიობია, თეატრში მხოლოდ ჩემ სპექტაკლებში თამაშობდა და ამჯერად ის ჩვენთან ითამაშებს საინტერესო მსახიობების აზრი ასეთი ტიპის თეატრთან დაკავშირებით თვითონ როგორ გეცხრათ? მე გადავიდეთ. დირეზო წყალთან დაჭერა. ჩვენ მოკლედ პროფესიის შესანარჩუნებლად გადავწყვეტთ ესე უხელფასოდ უყველაფროთ ვეთამაშა ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. მე მგონი შედგა ექსპერიმენტი. იმიტომ რომ არ გავჩერდეთ, იმიტომ რომ სულ ფორმაში ვიყოთ და ვაკეთოთ ხარისხიანი, რასაც ვაკეთებთ, არ იყოს ეს რაღაცა უგემოვნო ერთდღიანი, ორდღიანი და ასე შემდეგ ნამუშევარი, ამიტომ ჯობია ხანგრძლივი იყოს რაღაცა და იყოს ეს ხარისხიანი, თუნდაც იყოს საექსპერიმენტო. ჯერჯერობით. ალბათ მოლდოვეთის წარმატებამ სტიმული მოგცათ ყველას ძალიან დიდი. კი, რა თქმა უნდა, მოლდოვეთში ყველაზე ესეთი კარგი, იქ იყო პრემიერა და ვფიქრობდით როგორ ყველაზე კარგად, მე მგონი საქართველოზე კარგად იქ მიიღეს. და ძალიან პოპულარულები ვიყავით ესე მადლობები და სასტუმროში ვიწერდნენ რაღაცებს და გვჩუქნიდნენ და გვივარდებოდნენ ნომრებში ღამის 4 საათზე რომ მადლობის სათქმელად. ძირითადად მადლობის სათქმელად. ერთია უკაცრავად, ერთია სცენა, სტაციონარული და მაყურებლისთვის მესმის მაყურებლისთვის მთავარი არ არის სად ნახავს წარმოდგენას. ჯობია კიდეც რომ ეს იყოს უკვე აღიარებული სათეატრო სივრცე, სადაც იცის მაყურებელმა სად უნდა მივიდეს და მას არ აინტერესებს ეს დასი რომელიც თამაშობს მისი მესაკუთრეა, ამ სცენის მესაკუთრეა, თუ დაქირავებული აქვს ეს სცენა, თუ დაუთმო, როგორც ჩვენ დაგვითო ამ შემთხვევაში რუსთაველის თეატრმა. რაც შეეხება სარეპეტიციო სივრცეს, მე არ გულისხმობ იმას, როდესაც იგივე დასებს ევროპაში, მათ სარეპეტიციო ფართი ნამდვილად აქვთ, სადაც ატარებენ რეპეტიციებს, სადაც
მართავენ სპექტაკლს და შემდეგ ეს უკვე შექმნილი პროდუქცია არგებენ სათეატრო სივრცეებს. სარეპეტიციო ფართი ნამდვილად გვჭირდება, ამას არ ვმალავთ. მე ვლაპარაკობდი სცენაზე, მხოლოდ სცენაზე. და შენობაზე, სადაც ივლის მაყურებელი, თორე ჩვენ რო გვჭირდება სარეპეტიციო ფართი, ეს თავის და არის რაღაც რამდენიმე ვარიანტი, რომელიც უნდა გადაწყდეს, რომ შემდეგ ჩვენ მხოლოდ შემდეგ შეგვეძლოს თქმა. ეს ჩვენ ამ ეტაპზე ხელს არ გვიშლის, იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად უნდა დავიწყოთ მუშაობა. შემდეგ პიესაზე რამდენიმე ვარიანტია, რომელზეც შევჩერდებით. სამაგიდო რეპეტიციები, ასე ვთქვათ, თეატრალებისთვის ცნობილი ტერმინია, ეს ჩვეულებრივ ბინაშიც შეიძლება. ამ პერიოდში, რაც ერთ თვეზე და თვენახევარზეა გაწერილი და გაიწელება, გადაწყდება უკვე სარეპეტიციო ფართის საკითხიც. ჩვენ გვინდა, რომ წლის ბოლოსთვის გქონდეს 3-4 სპექტაკლი უკვე. ამჟამად დაბადებისთვის არის ის ფუძე სპექტაკლი, რომელთაც დაარსდა თეატრი. ჩვენ მხოლოდ ეხლა ვიწყებთ ფუნქციონირებას. 7 საათზე ექსპერიმენტულ დარბაზში. და როგორ იყო თვითონ თეატრალების აზრი, გვემ მსახიობების, ვინც თქვენი კონსულტანტები არიან, როდესაც გაიგეს ასეთი თეატრის დაბადების შესახებ? ინტერესით შეხვდნენ აი ამ წამოწყებას, როგორც უკვე გითხარით, ბატონი ზალჩიკობოვა, რომელიც დაგვიჭირა მხარი და ეს ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის. ბატონი ნოდარ გურაბანიძე, ბატონი ზურა, ასევე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში პროფესორა ბატონი ვასილ კიკნაძე ინტერესით შეხვდა ამ წამოწყებას. თამარ ბოკუჩავა თეატრონე ინტერესით შეხვდა. დანარჩენები ვნახავთ პირველში. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა.